60-იან წლებში ცივილიზაციის ისეთ სამჭედლოში, როგორც იყო ინგლისი, მოღვაწეობდა სამი ინგლისის პოპ მუსიკაში მოღვაწეობდა სამი პროდიუსერი, ეს გახლავთ ბრაიან ეპშტაინი, მოგვიანებით ბიტლზების ლეგენდარულ მენეჯერად ქცეული, ეს არის ენდრიუ ლოიდ ოლდჰემი, რომელიც ბიტლზის ანტითეზა ჯგუფის როლინგ სტოუნზის მენეჯერი გახდა და მესამე გახდა შელ ტოლმის. ეს პროდიუს ინგლისის პოპ მუსიკის ეს ლეგენდარული პროდიუსერები იმიტომ ჩამოვთვალე, რომ მათ პირდაპირ კავშირი აქვთ, როგორც გითხარით. ჯიმი პეიჯთან, ჯიმი პეიჯს იმ დროისთვის ლონდონში როგორც სასესიო გიტარის გამოუჩნდა კონკურენტები, ეს კონკურენტები გახდათ ამავდროულად მისი მეგობრები, ბავშვობის მეგობრები, ეს იყო ჯეფ ბეკი, რომელმაც მოგვიანებით შექმნა თავისი ჯგუფი ჯეფ ბეკ გრუპ. ეს არის ერიკ კლაპტონი, რომელმაც მოგვიანებით სათავე დაუდო ისეთ როკ კვარტეტს, როგორც იყო Cream. იყო ასეთი მოღვაწეობდა ინგლისში ასეთი მუსიკოსი, ძალიან ცნობილი მუსიკოსი, ბლუზმენი, ავანგარდისტი და სხვა შორის ბიზნესმენი, ალექსის კორნერი, რომლის ყურადღება მომენტალურად მიიპყრო მადი უოტერსმა და შემდეგ წელიწადს მადი უოტერსმა გადაწყვიტა, რომ მის სამშობლოში, ჩიკაგოში ისინი მოეწვია თავის ორკესტრთან ერთად. სწორედ ალექსის კორნერი იყო ის ადამიანი, რომელმაც გაუკვალა გზა მიკ ჯაგერს, კით რიჩარდს და ბრაიან ჯონს, ანუ ეს ჩამოვთვალე მომავალი ბრიტანული ლეგენდის როლინგ სტოუნზის ბირთვის. ჯიმი პეიჯი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რომ იარდბიორდის მთავარი გიტარისტი იყო, რაც ჯეფ ბეკმა და ერიკ კლაპტონმა გადაწყვიტა, რომ ჯგუფი დაეტოვებიან და თავიანთ სოლო კარიერისთვის მიეხედათ. ჯიმი პეიჯი, როგორც აღნიშნე, ძალიან ბევრს მოღვაწეობდა. მაგალითად, ის იყო მოწვეული ცნობილი ბიტნიკი პოეტის ალენ გინზბერგის და ალისტენ როუსის ცნობილ პროგრამაში Top of the Pop-ში, სადაც მათ წაიკითხეს თავიანთი პოემები და აკომპანემენტს უკეთებდა მაგალითად მათ ჯიმი პეიჯი. ასევე ის მეგობრობდა ცნობილი ბიტნიკ პოეტთან, რომელიც გახლავთ ლეგენდარული შიშველი სადილის ავტორი უილიამ ბეროუსთან და მთელ იმ დროინდელ როკ ისტაბლიშმენტთან, მოდი ასე ვთქვათ. ასევე ცნობილია ჯიმი პეიჯის ძალიან დიდი წვლილი როლინგ სტოუნზის შემოქმედებაში. ჯიმი პეიჯი იყო ის მუსიკოსი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა როლინგ სტოუნზის ისეთი ცნობილი ალბომის ჩაწერაში, როგორც იყო Sympathy for the Devil.